როგორ ამოვიცნო სიმშვიდე ღმერთთან, ბრძოლა, სინდისი და მადლის ჭეშმარიტება. ეს პოსტი ეძღვნება ყველას, ვინც ქრისტიანულ გზაზე მოდის და ერთსა და იმავე კითხვას სვამს. თუ მე მუდმივად ვბრძვი, ვცდები და ჩემს თავს ძველ კაცს ვამჩნევ, როგორ უნდა ვიგრძნო ღვთის სიმშვიდე? ნუ შეშინდებით. შინაგანი ბრძოლა არ არის იმის ნიშანი, რომ თქვენ დაკარგეთ სიმშვიდე. პირიქით, ეს არის იმის დასტური, რომ თქვენ ცოცხალი ხართ ქრისტეში. ვენ, მშვიდობა ეს არის სტატუსი და არა ემოცია. ღვთის სიმშვიდის საფუძველი არ არის იმაში, რომ ჩვენი დღე უცოდველად გავატარეთ, არამედ იესო ქრისტეს დასრულებულ საქმეში. რა კი რწმენით გავმართლდით. მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ 5 RATIO1. ეს არის უმთავრესი ჭეშმარიტება. სიმშვიდე ქრისტესთან არის სტატუსი M, რომელიც ჩვენ ქრისტესადმი რწმენით მივიღეთ. ჩვენ აღარ ვართ ღვთის მტრები, არამედ მისი შვილები. როდესაც თქვენი გული შფოთავს, შეახსენეთ მას ეს ფაქტი. თქვენ უკვე გამართლებული ხართ მისი მადლით. ცოცხალი სინდისის საჩუქარი. თუ ადამიანი ვერ გრძნობს ცოდვას, ეს იმის ნიშანია, რომ მისი სინდისი მკვდარია. ასეთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ყველაფერი რიგზე აქვს როგორც ფარისეველი, რომელიც საკუთარ თავს ამართლებდა მებაჟის წინაშე. თუ თქვენ გრძნობთ, თქვენი შინაგანი აფორიაქება, თქვენი მცდელობა, რომ თავისუფალი დრო ღმერთთან საუბარს დაუთმოთ და თქვენი უარი გაქცევის საშუალებებზე, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სინდისი ცოცხალია და მასზე სულიწმიდა მოქმედებს. სიმშვიდე არ არის ცოდვის უარყოფა, არამედ ცოდვის დანახვა და ამ ცოდვით ღმერთთან სინანულით დაბრუნება 1 იოან. ვერთი, RATIO9. უღირსობის შეგრძნება სიახლოვის ნიშანი. როდესაც ჭეშმარიტ ღვთის სიმშვიდეს უახლოვდებით, ვხედავთ საკუთარ თავს ღვთის სიწმინდის შუქზე. ეს გვიჩენს უღირსობის შეგრძნებას. გახსოვთ პეტრე მოციქული? სასწაულის დანახვის შემდეგ, მან თქვა, გამშორდი მეუფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ. ლუკა 5, RATIO8. ეს ფრაზა ცოდვილი კაცი ვარ დღესაც მეორდება ჩვენს გულებში. ჩვენ ვხედავთ ჩვენს უმწეობას და გვგონია, რომ ღმერთი გავკიცხავს. მაგრამ რა იყო იესოს პასუხი? ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა მებადურად გაგხდი. ლუკა 5:1-0. იესომ არ გაგვკიცხა. ისევე როგორც უძღები შვილის მამა, ერნაო, ღმერთის სიხარულით ელოდება ჩვენს დაბრუნებას და კვლავ გვაბრუნებს შვილობის სტატუსში. ერნაო ყოველგვარი საყვედურის გარეშე. ჩვენ ვართ მისი შვილები და ის არასოდეს ჩაგვაგდებს მოწინააღმდეგის ხელში. მუდმივი ბრძოლა და ქრისტეს შუამდგომლობა. თქვენი აზრი გეციმანიის ბაღის შესახებ, ილოცეთ რათა განსაცდელში არ შეხვიდეთ, არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მთავარი გაფრთხილება. ჩვენი სისუსტეების გამო, სიზარმაცე, სულიერი ძილიანობა, სატანა ითხოვს რომ გაგცხრილოს. მაგრამ აქ არის ჩვენი სიმშვიდის მეორე ფუნდამენტი. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, ლუკა 2:2-3-2. მე არ გთხოვ, რომ წაიყვანო ისინი